ჯექსონი, ჰარკამი და დარბაიძე, ბრაუნინგი, ჯინჭარაძე, ოგუნიემი და გილსონი. შევიდა ჯინჭარაძე, ტყორსნა ჩააგდო და სონი ამბურს და სუმართა შეტევა ჰარკამი. სამიანი გაუშვა შორეული სამიანი და ჩააგდო ჰარკამმა. ჰარკამი. სამიანი ჰარკამი ჩააგდო ჯინჭარაძე. გილსონი ფარგოს ტყორსნა ჩა 1-19. ჯინჭარაძე. სამიანი გაუშვა ჯინჭარაძე და ჩააგდო. ოზმა ფარქვეშ, მაგრამ დაუფარეს გამთარაძეს ჰარკამი. სამიანი გაუშვა ჰარკამმა ჩააგდო. არჩევრიკულა მის ანგარიშზე. გილსონმა შეძლო მორქულიანის გამოყენება და 4 ქულამდე დაიყვანა ანგარიშის სხვაობა. სამიანი ლიკლიკაძემ ჩააგდო. მაგრამ ორი ქულა შეძინა, მან მოახერხა მაინც ჩააგდო და 4 ქულამდე დაიყვანა. სტუმართა უპირატესობა გოგი ჩაიშვილი. ჩააგდო ჯინჭარაძე. ორქულიანი ჩააგდო ჯინჭარაძემ 25 ლიკლიკაძე. ალატოზიშვილი კარგად ეთამაშა ჯინჭარაძე, მას დაცვაში დაატოვებინა მურდეჯი, თვითონვე შევიდა ფარქვეშ ტყორსნა და ჩააგდო. უკეთა გადაცემა ორი კალათბურთელი აღიმართა სულაბერიძეს წინ. ჯინჭარაძე მარტო დარჩა, პერიმეტრზე გაუშვა სამიანი და ჩააგდო. სამქულიანების შედეგი სტუმრებს 3-დან 3 ჩააგდო ჰარკამმა, 1 ტყორსნა ლიკლიკაძემ და 4-დან 4 სამქულიანი. ეს სამიანი მართლაც იშვიათია. ოგუნიემი სამიანი გაუშვა სულაბერიძე და ჩააგდო. რეული ორიანი ჯექსონისა და ჩააგდო ჯექსონმა ეს ორი ქულა. ეს ორქულიანი. სულაბერიძე არ დაელოდა თანაგუნდელებს. სამიანი თუ ჯინჭარაძე. მარტო დატოვე ჯინჭარაძემ გაუშვა სამიანი და ჩააგდო. დიდამაშეს მასპინძლებმა დაცვაში. ჩაჭრეს ეს გადაცემა და მორიგი შეტევა მასპინძლებისა. ჯინჭარაძე შევიდა კარგად, ტყორსნა ჩააგდო. დაკარგა ბურთი. ჯექსონი ამის გამჩერებელია, მე მგონი აღარავინა და აღარ შეუტევენ კი ბატონო. 96-79, აი ესეთია ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში. შეძლო ქუთაისმა სერიაში 1-0 წაიყვანა ანგარიში და 17 ქულიანი გამარჯვება მოიპოვა მატჩის დაპირისპირების პირველ შეხვედრაში. ჩვენც დავამთავროთ